უცხოელი ინვესტორები ქართული საბადოებით ინტერესდებიან ნავთობმოპოვების მაჩვენებელი ქვეყანაში ნელი ტემპით, მაგრამ მაინც იწყებს ზრდას სამ უცხოურ ნავთობკომპანიას შორისაა ინდური ჯინდალ პეტროლიუმი, რომელმაც სართიჭალის საბადოზე ნედლეულის მოპოვება უკვე დაიწყო. ნავთობსაძიებო და მოპოვებითი სამუშაოების გააქტიურებით 4 საერთაშორისო კომპანია ბუნებრივი რესურსების ქართულ საბადოებში ჩადებული მილიონობით ინვესტიციის უკუგებას ცდილობს. მოსაპოვებელი წიაღისეულის ოდენობის გაზრდის იმედით 2013 წელს დამატებით 84 მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდება იგეგმება. აქ საუბარია დღეღამეში 25 ტონაზე და არის ძალიან დიდი ალბათობა იმისა, რომ გაიზარდოს 50,000 ტონამდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მისასალმებელია და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ჩვენს ქვეყანაში არის ნავთობი და ღმერთმა ცნას, რომ ეს შესაძლებლობები ჩვენ ქვეყანას მიეცეს. საქართველოში ამ დრომდე დაზუსტებულად არავინ იცის მიწისქვეშა და შავი ზღვის შელფში არსებული ნავთობის რესურსების ოდენება. თუმცა დაზორითი სამუშაოებისა და პოტენციური საბადოების გეოფიზიკური კვლევების შედეგად მიღებული წინასწარი მონაცემების საფუძველზე ინვესტორების ინტერესი ყოველ წელს მაინც იზრდება. ჩვენ გეგმავთ, რომ მომავალი 2-3 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვება. ყოველ შემთხვევაში პერსპექტივები ძალიან გაიზრდება ამის შესახებ, იმიტომ რომ უკვე არის საუბარი დიდი ინვესტიციების ჩადებაზე, მაგრამ ამას რა თქმა უნდა ეს გარანტიები არ არსებობს, ამას სჭირდება მუშაობა და რაც ხდება, რაც დღეს ვნახეთ ჩვენ, ეს ერთ-ერთი ნაწილია ამისა. სასურველი მარაგის მოძიების იმედით აღმოსავლეთის საბადოებზე ჭაბურღილების რაოდენობა ზრდის ჯინდალ პეტროლიუმიც. ინდური კომპანია საძიებო და მოპოვებით სამუშაოების ერთდროულად 5 სალიცენზიო ბლოკზე აწარმოებს. ამჟამინდელი მოპოვება არ არის, რა თქმა უნდა, ის კომერციული მოპოვება, რასაც ჩვენ ველოდებით, თუმცა არსებობს ყველა მონაცემი იმისი, რაც თავარია გეოფიზიკური და ახლა უკვე პრაქტიკულად მოპოვებითაც, რომ ეს მოპოვება შეიძლება გაიზარდოს იმ ნიშნულამდე, როდესაც ნავთობის სექტორი კვლავ დაიბრუნებს თავის ადგილს, როგორც ეს იყო 80-იან წლებში. თქვენ ალბათ მოგეხსენებათ, რომ მაშინ წლიური მოპოვება იყო 3,5 მილიონი, ახლა ის არის 50,000 ქვემოთ. და ყველა დანარჩენი თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც იქნება გამოყენებული, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ ახლოს ვართ დიდ წარმატებასთან. სართიჭალის საბადოზე ნავთობს უკვე მოიპოვებენ. 2500 მეტრის სიღრმიდან დღიურად მიღებული 24 კუბური მეტრის წიაღისეული დამაკმაყოფილებელ მაჩვენებლად მხოლოდ ქართული ნავთობმოპოვებითი საზომებით შეიძლება ჩაითვალოს. ნახშირწყალბადის რესურსებით მდიდარ ქვეყნებთან შედარებით არც საბადოს 3 მილიონ ტონიანი პოტენციური მარაგია სახარბიელო. თუმცა მის ათვისებას ეკონომიკური ეფექტი მაინც აქვს. ჯამური ამოსაღები მარაგი იმ ანგარიშებით, რაც არსებობს ამ ტერიტორიაზე, არის დაახლოებით 2,5 მილიონი ტონა. წელობრივი მონაწილეობით რომ თქვათ და სადღაც 1 მილიონი ტონაც კი იყოს სახელმწიფოს წილი, თუ მეტი არა. ძალიან ადვილი გადასაანგარიშებელია, ტონა $700. პლუს ამას მოსაკრებელი, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტში გადაიხდება, შეადგენს 22 ლარს ტონაზე, ესეც გამარტებით შემოსავალია. მოპოვებულ ნავთობს პირველ ეტაპზე წილობრივი განაწილების პრინციპით ინვესტორი სახელმწიფოს თანაბრად უყოფს. ინვესტიციების ამოღების შემდეგ პარიტეტი იცვლება. მოძიებული წიაღისეულის საერთო ოდენობიდან 65% ჯერჯერობით ნედლეულის სახით ქვეყანას საექსპორტოდ რჩება.